ბატონებო, წარმატებებს გისურვებთ, თქვენს და საკუთარ თავსას გისურვებთ რემონტების ზონაზე. სარამსკოლა გავხსნიდეს მინდა ტრაქტორ სტუმრები ყავს ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, აინტერესებთ საკანონმდებლო პროცესის ამაგვირგვინებელი ხაზა, ანუ სესია, ამისი პრაქტიკა რეჟიმორდა, აღზევებს ასე. ჩვენი დეპუტატი ესწრება, ასე რომ შეგვიძლია სწორმა გავხსნათ. შეტავის თაობაზე მოხსენებელი რამაზ გოფარზე მოადგილე, თანამოხსენებელი ალექსანდრე ჩიკიშვილი. მადლობთ, წინააღმდეგ საზოგადოების მოგონისა და სამწუხაროდ იმ ბიუჯეტებს შორის, რომელსაც ჩვენ უკვე ვიღებთ, არ არის თანხმედრა, არ არის ესე ვთქვათ პირდაპირი კავშირი და პირველ რიგში ეს ეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ჯანდაცვასაც ნაწილობრივ, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო ისეთი პროგრამები, რომელიც უშუალოდ იქნებოდა ორიენტირებული საზოგადოებაზე და რაც შეეხება ჯანდაცვას, შესაძლოა აქაც დამატებულიყო ისეთი კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფდა იმ ადამიანების სოციალურ დაცვას, რომლებსაც რამდენიმე თვის წინ მოეცნათ დახმარება და არიან უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში. მე აქვე პროცედურულ საკითხებსაც აუცილებლად შევეხები და ვიტყვი, რომ ალბათ ჯობდა, რომ ბიუჯეტის მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ბიუჯეტის განხილვა 1-2 ან 3 წლის განმავლობაში, მაგრამ ალბათ ჯობდა უფრო დეტალურად განხილულიყო ბიუჯეტი და მისცემოდა საშუალება თითოეულ კომისიას თავიანთი ესე ვთქვათ სამინისტროების მიხედვით ან თავის კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილებები და რა თქმა უნდა შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად არასწორია, როცა ბიუჯეტის დამტკიცების დროს, თუნდაც სრულების დამტკიცების დროს არ არიან წარმოდგენილი აქ მინისტრები, რომელთა მონაწილეობაც ამ პროცესში აუცილებელია, იმიტომ რომ სწორედ ისინი განკარგავენ ამ თანხებს და მათი მონაწილეობა, მათი აღგზრდა ვფიქრობ აუცილებელი უნდა იყოს. სოფლის მეურნეობაზე უნდა გითხრათ ორი სიტყვა. აქ ახსენეთ, რომ 500,000-ზე მეტი გაემატა, ხუავცები არასწორია, იმიტომ რომ 370,000, ხო? ამიტომ რაღაც 200,000 დააყდა და შესაძლოა დაემატა. ფრიანი მატება არ არის ამდენი, რაც გაჟღერდა, არის 300 ხუავცები 60,000 და ესეც მხოლოდ იქ რამდენიმე ადამიანის, ვთქვათ, ანუ სამ რაღაც გაერთიანების სამსახურის შექმნა, ადამიანის დასაქმება და არა ის პროგრამა, რომელიც უშუალოდ იქნება ორიენტირებული გლერზე, იმ ხალხზე, რომლებიც ელოდა ამ დახმარებას. მე შემიძლია არ შევეხო ტელევიზიის საკითხს, ჩვენ დავიწყოთ, როცა ბიუჯეტს ვიხილავთ, დაისვა ეს საკითხი და ვთქვით, რომ რამდენად იქნებოდა, რამდენად მოისწრებოდა. ნუ მაშინ უმაღლესად უნდა ინიციატივა გაკეთებული, ეს იანვარში რო გაკეთდა და ველოდებოდით, რომ ამ ვადებში ჩაეტარებოდა. თუმცა ეს ინიციატივა შემდეგ უკან დაბრუნდა, მე ისე გაიგზავნა და ასე შემდეგ, მაგრამ საერთოდ ჯამში დღეისათვის მიღებული არ არის. მეორე მოსმენით და მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, კარგად იცოდეთ თქვენ, ის რასაც მივიღებთ, ის არ ნიშნავს არაფერს. იმის შემდეგ იწყება პროცედურები, იმის შემდეგ იწყება ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, სამუშაო, იმისთვის, რომ უმაღლესმა საბჭომ საბოლოო ჯამში შექმნას ის მართველი რგოლი, რომელიც ამ კანონის მიხედვით იქნება შექმნა. ეს ალყის საკითხია, ბუნებრივად ამ სიღრმეებში ნამდვილად, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ ჩვენ შეიძლება პრობლემა შეგვექმნას. ქართულმა მომხრეებმა ხმა მოხდა პირველ რიგში არ ამისთვის რაღაც შეიძლება იქნება ეს იყო, მაგრამ პირველ რიგში მოხდა ხმა იმისთვის, რომ განთავისუფლებული იყო იმ მონსტრისგან, რაც შვიდა ნაციონალური მოძრაობა. მე გეუბნებით, რომ დიახ, ჩვენ მივიდივართ წინ. ჯერ ნელა ბიუჯეტით, იმიტომ რომ თვითმმართველი ერთეულები ისევ არის ნაცნობრობის ხელში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს თვითმმართველი ერთეულში მომუშავე ადამიანები შეისწრიან თავიანთ აზროვნებას და დაუდგებიან სახელმწიფოს ხელში, გვერდში და დაიწყებენ სამწუხარო აღშენებას. ყველაფერი იქნება კარგად. ჩვენ პირდებოდის ხალხს ამდაგებებს ვასრულებთ, ეტაბორებთ და არჩევნების შემდეგ უფრო ჩაანაბიჯებით წავალ წინ.
ამის იჯერა ჩვენ ამჩევს ჩვენ დაპრეტენზია არ გააჩნია და ყველაფერი ფემა კარგად მოგწონს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით დაბეჭდება და სულ ამაზე ასე ვთქვათ პრეტენზია არის. რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა წარმოადგენს ჩვენ მაშინაც ბიუჯეტი როცა შემოვიდა მაშინ ქონდა ჩვენი პოზიცია და ძირითადი თანხა რაც იყო დაახლოებით 4 მილიონამდე ეს იყო სოფლის მეურნეობის საკითხი რომელიც უნდა ყოფილიყო ცენტრალიზებული სისტემით გამავალი ხარჯები და ეს დესასიერი და ასე რომ აქედან გამომდინარე ვეკითხებთ პრობლემა არ არის არანაირი ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით. და ის თანხას თუ არ 12 მილიონს გამოაკლებ სოფლის მეურნეობის თანხას საკმაოდ ზრდა არის წინა წლების სოფლის მეურნეობის დარგთან მიმართებაში. რაც შეეხება ტელევიზიის საკითხს, ტელევიზია გავთვალისწინეთ ჩვენ 6 თვე, ტელევიზიას კიდევ აქვს დარჩენილი რაღაცა საბიუჯეტო ასიგნებაში და ვფიქრობ რომ ის საკანონმდებლო ნაწილი როცა ამოქმედება, მე ვფიქრობ რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნება და თუ აკუმი იქნება კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მაშინ ტელევიზიას უკვე მიღებული კანონმდებლობით სტატუსი შეეცვლა და მისი დაფინანსება ისედაც ავტონომიური რესპუბლიკიდან არ მოხდება და მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება აქედან გამომდინარე ჩვენ ბიუჯეტში დამატებით ცვლილება აქედან ამ კუთხით არ ველოდებით. ჯანდაცვის საკითხს რაც შეეხება, იცით რომ 1 ივლისიდან მოხდა საყოველთაო დაზღვევა და ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რა პროგრამით შემოხტავაზე და ეს მართლა გაზრდილი პროგრამები იყო და ეხლა ბიუჯეტის ცვლილებით სწორედ მოსახლეობის განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების პროგრამაში დაემატა 600.000 ლარი და შემცირდა სხვა პროგრამებში, რადგანაც როცა ფედერალური ინსტიტუტში ამოქმედდა დაზღვევის ერთიანი დაზღვევის პაკეტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შეწარებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობას. ვინ არის მომხრე? საპროცედურო დათვალეთ. ყველა პასკალის და რაოდენობა? 12. მადლობთ. დაუშვით. ვინ არის წინააღმდეგი? ორი წინააღმდეგი დავთვალე. 12 მომხრე, 2 წინააღმდეგი.